და მომადგა და დგას ახლა რა ფული უნდა ნუ მათხოვარი მივეცის და მე 1 ევრო გამოვიპოვე მივეცი მე გადავა და უცებ მესმის მადლობთ ქართულად მეთქი ბიჭო ქართული ხარ ხმას არის შუა გუბარში ხო ბარბეს ქართული ხარ მეთქი არის ხმას დაჯექი მეთქი დაჯე შეჭამ მეთქი რა მეს არის ხმას მოატანე საჭმელი შეჭამა ეგრევე ხალხ მეთქი რა უყოდო რასაც გელაპარაკები ხო გესმის მეთქი არის ხმას წავიყვანე საპარაკი მახერო იყო და გავპარსე მეთქი გაპარსეთ რა ახალგაზრდა გამხმარი ესეთი გაკვეთილებული კაცი ისეცვა რა ეხლა მე სკელი ვარ და ჩემი დასმელი არ მოვიდოდა შალვარი უყიდე და ფეხსაცმელები ქვე მაღაზია ავიყვანე სახში მე და შედი მეთქი დაიბანა მე რაღაც საროჭა მქონდა დიდი ის მივეცი საფხული მე დაიძინე მეთქი რა დარჩი ხო მეუბნები თუ ტელეფონზე გინდა დარეკვა თბილისში საქართველოსთან მე დარეკეთქო რა არის ხმას არიღებს ნუ ერთი თქვა მადლობთ და რო ველაპარაკები ნუ ესმის პასუხს არ მაქვს მაგრამ რაღაცებს ასრულებს მე რა ვიფიქრე ხა მე ხა გძინავს მე აქ გძინავს მეთქი არ ადგეს ახლა ეს ვერ არის კარგად ვიღაც არ ჩამარტყა სამში რომ გძინავს დავალაგე სკამები ესე კარებზე მეთქი თუ გააღებ და გავიგვიწებდი რა არაფერი და დილას ის მე მეთქი ხან გაზიარდა თავს რაღაცა და მე ვთხარი საღამოს მე მოვალ და აი დამედოდი მე 5 ევრო მოვეც საღამოს იქ იყო კიდევ ბაჭა მე საჭმელი კიდევ ის ბიჭო მეთქი საიდან ხარ თუ მე ხო ქართველი ვარ შენც ქართველი ხარ ხო რა გჭირს თუ ვერ არის საწყალე კარგად ბიჭო აი რაზე გინდა მეთქი ვიმღეროთ ან რაღაც აი ხის ქნათ რა აი რაღაც ისენი მაქვს მეთქი მუსიკები არ აინტერესებს ბოლოს უთხარი მეთქი აი ფაქარი ფურცელი აბა დაწერე მეთქი აი რას დაწერე რა და დაწერა დედა კიდევ დაწერე მეთქი და არაფერი დაწერე მე უკვე მე-4 დღე იყო და მეთქი მე შეიძლება ვერ მოვიდე ადრე ხო და შენ მეთქი 50 ევრო ხელფასი მქონდა და კონდეს მეთქი და თუ რამე მოგეწოლება და უცებ დავინახე რომ ამ ფულს მნიშვნელობა მიცა და რომ მოვიდე აღარ აღარ და გაქრა ვინ იყო რა იყო ერთი ეს რო თქვა მადლობს და მეორე იყო რომ დაწერა დედა ავანტყოფი